მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ დაინტერესდით ჩვენი ვებინარით. ჩემი ვებინარით იმედია საინტერესო ინფორმაციას გაგატანთ საბოლოო ჯამში პრეზენტაციის შემდეგ. დღეს ვისაუბრებთ ავიაკომპანიები პანდემიის პირობებში. მე არ შევეხები გლობალურად ტურიზმს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სფეროა და ძალიან შორს წაგვიყვანს. განვიხილავთ ავიაკომპანიებს და კერძოდ კატარის ავიახაზებს, რადგანაც მე თვითონ გახლა ვარ კატარის ავიახაზების წარმომადგენელი და მოგიყვებით თუ რა გავიარეთ ამ პანდემიის პირობებში, როგორ დაიწყო, რა ზომები მივიღეთ, რა ნაბიჯები გადავდგით და ასე შემდეგ. სანამ უშუალოდ თემაზე გადავალთ, მე გაგიცნობით უფრო ახლოს, მოკლედ მე ვარ ეკა კაკაურიძე, ამჟამად მუშაობ კატარის ავიახაზებში, უკვე 9 წელია ფაქტობრივად დიდი დროა გასული. მანამდე მუშაობდი გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-ში. მე მგონი გავიციშეთ ხო? გაიციშა როგორც მივხვდი. გამარჯობა. გამარჯობა, ისმოდა ჩემი ხმა თუ გაითიშა თუ რაღაც მოხდა. ხანი გაითიშა სამწუხაროდ. გაითიშა ხო რაღაც მე მგონი გასწორდა. კარგით, გავაგრძელებ. ვეცადე რომ ავიაინდუსტრიაში რაღაც დამატებითი განათლებაც მიმეღო, შესაბამისად გავიარე IATA-ს კურსები და ავიღე ავიაციის დიპლომი, დისტანციურად ვსწავლობდი და ასევე ეხლა ამჟამად ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის უნივერსიტეტის გრენობლის ერთობლივ პროგრამაზე MBA-ს ვაკეთებ მოკლედ და მალე დასრულდება ჩემი MBA-ს პროგრამა. უშუალოდ გადავიდეთ უკვე ჩვენს თემაზე და დღეს მე ვისაუბრებ სხვადასხვა რაკურსით შევეხები ავიაკომპანიების მოღვაწეობას ამ პანდემიის პირობებში და განვიხილავ თუ საერთოდ რა როლი აქვს ავიაკომპანიას ბაზარზე, როგორი ეკონომიკური შოკი იყო ეს საერთოდ ამ ინდუსტრიისთვის, სტატისტიკებს გაგიზიარებთ, რა ზარალები განვიცადეთ, სახელმწიფო დახმარებები, როგორ თუ რა პროგრამები განახორციელა სახელმწიფომ ავიაკომპანიების გადასარჩენად და დასახმარებლად, რა ცვლილებები მოხდა აეროპორტებში, რა სიახლეები დაინერგა ბორტზე იმისთვის, რომ ჩვენი მგზავრები უსაფრთხოდ გადაგვეყვანა და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბევრი სიახლე მოხდა მიუხედავად აი ამ ცუდი პირობებისა და იმ ცუდი სიტუაციისა, რაშიც ვიმყოფებით. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ავიაკომპანიების როლზე, ავიაკომპანიების როლი ბაზარზე თუ რამდენად დიდია, მე მინდა რომ თვალნათლივ დაგანახოთ და დავხატო ის ჯაჭვი, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული ფრენებთან, პირდაპირ კავშირშია ფრენებთან და დავიწყოთ თუნდაც აი ბილეთის შეძენიდან რა გზას გადის მგზავრი, სანამ თავის ფრენას განახორციელებს. როდესაც მგზავრი გადაწყვეტს, რომ გაფრინდეს სასურველი მიმართულებით, პირველ რიგში მივაკითხავთ ან ტურისტულ სააგენტოს, ან თვით ავიაკომპანიას, ან ბილეთს შევიძენთ ონლაინ. ჩვენთან რადგანაც ჯერ კიდევ ონლაინ გაყიდვები მაინც ასე თუ ისე განვითარების პროცესშია, რა თქმა უნდა, წინა წლებთან შედარებით ძალიან მოიმატა ონლაინ გაყიდვებმა და ჩვენ ვისწავლეთ ეს ონლაინ ბილეთების რეალიზაციაზე და მუშაობა ონლაინ, მაინც ტურისტულ სააგენტოებს, ფიზიკურ ტურისტულ სააგენტოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ბაზარზე. ავიაკომპანიისთვის სასიცოცხლოდ დამხმარე ძალაა ტურისტული სააგენტოები და ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და გვიხარია, რომ ესე გვეხმარებიან ჩვენი ბილეთების რეალიზაციაში. ანუ ჩვენ ერთმანეთის გარეშე
გაგვიჭირდება მუშაობა, ხო? გზავრი მიდის ტურისტულ სააგენტოში, ყიდულობს ბილეთს, შესაბამისად, ფრენიდან ეს დაგეგმილი ფრენა საშუალებას აძლევს ტურისტულ სააგენტოს, რომ გარკვეული შემოსავალი მიიღოს თავისი აი ამ ჩვენს რეისზე რეალიზებული ბილეთით. დგება დრო, რომ გზავრი უკვე უნდა გაემართოს აეროპორტისკენ. თუნდაც ის ელემენტარული გადაადგილების საშუალება, რაც აეროპორტამდე მისასვლელად გჭირდება, ეს იქნება კერძო მანქანა თუ ბევრისთვის დაქირავებული ტაქსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აქაც ხვდებით დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ აი ამ აეროპორტამდე მიყვანაში გვეხმარება და ფრენის, ასე ვთქვათ, მგზავრს ეხმარებიან იმისთვის, რომ გაფრინდეს და მივიდეს დანიშნულების ადგილას. ანუ აქაც კი ხვდება ჩვენ სფეროსთან დაკავშირებული დასაქმებული ადამიანები. მივიდა მგზავრი აეროპორტში, გაიარა რეგისტრაცია, მიდის სარეგისტრაციო დახლთან, სარეგისტრაციო დახლი, რა თქმა უნდა, ემსახურება ყველა იმ აქტუალურ რეისს, რაც უშუალოდ ხორციელდება, ხო? ანუ რეგისტრაცია ფრენის გარეშე წარმოუდგენელია. თუ ჩვენს აეროპორტზე მიმსჯელებთ, თუ არ მეშლება დაახლოებით 300 აგენტი მუშაობს სარეგისტრაციო დახლებთან, გადაზიდვებში და წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია დასაქმებული უშუალოდ ფრენებთან, ვინც აკეთებს აი ამ რეგისტრაციას და ეხმარება მგზავრს წავიდეს დანიშნულების, გაფრინდეს დანიშნულების ადგილას. ანუ რეგისტრაციის შემდეგ გავივლით უსაფრთხოებას, იქ არაფერს ვამბობ პარკის გადამზიდ სამსახურზე, მივადგებით უსაფრთხოების სამსახურს, აქაც უამრავი ადამიანია ჩართული, შემდეგ სასაზღვრო პოლიცია, სადაც მოწმდება ჩვენი პასპორტები, რესტორნები, duty free, lounge-ები, აქეთ უკანა ფონზე ხდება თვითმფრინავის მომზადება, დაალაგება, დასუფთავება, ტექნიკური შემოწმება, ასევე მობილიზებული ის emergency სამსახურები, რაც რაღაც რომ მოხდეს ადგილზე იყვნენ. მოკლედ, საუბარი გვაქვს ასობით დასაქმებულ ადამიანზე და ეს არ იქნება, ხო, ეს ფრენების გაჩერება არ გულისხმობს, რომ მაგალითად ყატარის ავიახაზების 20 თანამშრომელი დაკარგავს სამსახურს, ხო? აქ არის დიდი ჯაჭვი, დასაქმებულთა ჯაჭვი, რომელიც საზრდოობს ბაზარზე არსებული ფრენებით და რეისებით. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფრენების და ავიაკომპანიის არსებობას ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, ამას ალბათ ბევრი გამეორება არ სჭირდება, რომ COVID-მა და პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა ავიაინდუსტრიას და ტურიზმს, ხო? და მიიჩნევა, რომ ესეთი შოკი, ესეთი ეკონომიკური შოკი მოხდა სულ რამოდენიმეჯერ ჩვენს ინდუსტრიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ფეხს იდგავდა ავიაინდუსტრია, 9/11-ის ტერაქტის დროს, ასევე 2008 წელს იყო ფინანსური კრიზისი და ამ დროსაც შეეხო, ვთქვათ, კრიზისი ჩვენს ინდუსტრიას. 9/11-ის დროს, ტერაქტის დროს მოგეხსენებათ, რომ ვისაც გახსოვთ, ზუსტად ამ პერიოდიდან იწყება იმ რეგულაციების გამკაცრება, როცა 100 მილიგრამზე მეტი სითხის ატანა რო არ შეიძლება, ანუ ჯამში 1 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს და ხელბარგის კონტროლი რო დაიწყო და ძალიან ბევრი შეზღუდვა შემოვიდა, აი ზუსტად ამ 9/11-ის ტერაქტის შემდეგ მოხდა ეს შეზღუდვები და გართულდა ფრენის რეგულაციები. და რაც შეეხება ბოლო დიდი ეკონომიკური შოკი, ეს ჩვენი COVID-19 აბსოლუტურად გამანადგურებელი აღმოჩნდა ჩვენი ავიაციისთვის, სამწუხაროდ ძალიან დიდი ზარალი მოგვაყენა. რა თქმა უნდა, ამის მზაობა არ არსებობდა. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა და სწრაფი ნაბიჯები უნდა გადაგვედგა, როგორმე რო თავი გადაგვერჩინა, ხო? და ამ ნაბიჯებს გავივლით ყველაფერს თუ რა გააკეთა ავიაკომპანიებმა და კერძოდ ყატარის ავიახაზებს.
კავკასიელებმა. სტატისტიკას შევეხები ცოტაოდენ, ქვეყნის არა მარტო საერთაშორისო ფრენები გაჩერდა, ანუ ეს ხო არ იყო მარტო ჩვენი პრობლემა, ეს არ იყო იმის გამო რაღაც ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა გაეჩერებინა, ეს იყო გლობალური პრობლემა და არის გლობალური პრობლემა. თითო ორი ქვეყნის გახსნა მოხდა ამ ეტაპზე, წარმოიდგინეთ, ტურისტულად გულისხმობ, დანარჩენი ქვეყნები ფაქტიურად უცხოელი ვიზიტორებისთვის ჩაკეტილია, ისევ და მკაცრი რეგულაციები გრძელდება. და შიდა რეისებიც კი ადგილობრივი ფრენებიც, ავიაკომპანიები რასაც ასრულებდნენ, ამანაც ძალიან დიდი ვარდნა განიცადა და ძალიან შემცირდა. აქ სტატისტიკა მოყვანილი მაქვს IATA-ს მონაცემებს ვეყრდნობი, IATA მოგეხსენებათ არის საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ასოციაცია და მთელი ავიაინდუსტრია და ტურიზმიც ეყრდნობა IATA-ს რეგულაციებს, ხო? IATA-ში გაერთიანებულია დაახლოებით 200-ზე მეტი ავიაკომპანია და 100,000-ზე მეტი ტურისტული სააგენტო, ანუ უზარმაზარი გაერთიანება და თუ რამე სტატისტიკას მოვიყვან, ყველაფერი მაქვს აღებული, ესე ვთქვათ, IATA-ს ოფიციალური ვებგვერდიდან. შიდა ფრენები ავიღე რუსეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული და ავსტრალიის მაგალითზე და აი ნახეთ თვალნაც რომ მინდოდა რომ გენახათ დაუშვეთ მარტში უკვე დაიწყო ადგილობრივი ფრენების სრული შემცირება მინუსებში გადასვლა და ნელ-ნელა აპრილიდან თითქოს დაიწყო ზრდა და ეს იმასთან შედარებით რაც ჩვეულებრივ სრულდება ადგილობრივი გადაფრენები რა თქმა უნდა არაფერია ხო ანუ ნახეთ როგორი ვარდნა განიცადა ყველამ საერთაშორისო ფრენებმაც და ადგილობრივმა ფრენებმაც რაც შეეხება ის გზა, რაც ვახსენე რომ კრიზისები გამოვიარეთ, რამოდენიმე ეკონომიკური შოკი განვიცადეთ, აი 1950 წლიდან ნელ-ნელა იწყება ავიაციის ინდუსტრიის განვითარება, ერთ-ერთი შოკი 9/11-ის ტერაქტი, აღნიშნულია და აქაც ცოტაოდენ ვარდნას ვხედავთ. შემდეგ 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი და ხედავთ კოვიდის დროს როგორი ვარდნა აქვს და შემცირება აქვს მილიარდობით დანაკარგი აქვს ამ ჩვენს ინდუსტრიას სამწუხაროდ აი ხედავთ როგორი დამრეცი ხაზი მოდის დაბლა ხო მინუსებში გადადის ამ დროს როდესაც გაჩერებულია რეგულარული რეისები და მგზავრთა გადაზიდვა და ხალხი არ მოგზაურობს ხო ვერ მოგზაურობს ძალიან საინტერესოა შევხედოთ რა ხდება სატვირთო გადაზიდვებში სატვირთო გადაზიდვები გააქტიურდა და ერთადერთი ნათელი წერტილი აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ აღმოჩნდა ავიახაზებში სატვირთო გადაზიდვები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სახლში რომ ვიჯექით ვუკვეთავდით ონლაინ, გაიზარდა ონლაინ გაყიდვები, შესაბამისად ამ ტვირთის გადაზიდვა ხდებოდა ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში, ასევე სამედიცინო ინვენტარიც უნდა გადაეტანათ, ასე თუ ისე სატვირთო გადაზიდვები ახერხებდა რომ ოპერირება მოეხდინა და ცოტაოდენი ფინანსური დახმარება გაეწია ავიაკომპანიებისთვის. ავიაკომპანიებს ყავს როგორც სატვირთო ხომალდები, ასევე ტვირთი გადადის ეგრეთ წოდებული კარგო მგზავრთა ხომალდებით, ხო, კომერციული ხომალდებით. და რა თქმა უნდა, ჯამურად შემცირდა სატვირთო გადაზიდვები, იმიტომ რომ კომერციული რეისების შემცირებამ კარგოც შეამცირა, ეს ტვირთის გადაზიდვაც შეამცირა, მაგრამ სატვირთო ხომალდებმა აქტიურად გააგრძელეს ფრენები და ეს ერთადერთი ნათელი წერტილი აღმოჩნდა მოკლედ ავიაკომპანიებისთვის როგორც ფინანსური წყარო. მე მინდა დაგანახოთ ის ეკონომიკური ზარალი, რაც 2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით IATA-ს აქვს გამოქვეყნებული, როგორც მათ ვებგვერდზე არის ნაჩვენები 118.5 მილიარდი ამერიკული დოლარის დანაკარგი განიცადა ავიაკომპანიებმა და ეს როგორც მოგახსენეთ ოქტომბრის მონაცემებია, ამის შემდეგ კიდე გაიზარდა ზარალი და ნავარაუდებია რომ 200 მილიარდს გადასცდება ეს ზარალი. 66%-ით შემცირდა მგზავრთა მოთხოვნა და მოკლედ გარდა იმისა, რომ ასეთი ფინანსური ზარალი მიადგა ავიაკომპანიებს,
გახდა საჭიროება დადგა იმისა, რომ თანამშრომლების გადამზადება მომხდარიყო, ახალი ტექნოლოგიები შეეძინათ, იმიტომ რომ ამ პანდემიას ჭირდებოდა თუნდაც იმ რეისებზე, რაც თითოეულ რეისზე რაც სრულდებოდა, მგზავრის უსაფრთხო გადაყვანა, ხო? უნდა დავრწმუნებულიყავით იმაში, რომ მომზადებული აეროპორტი, მზადყოფნაშია ბორტი და შესაბამისი პირობები ჯანდაცვის რეგულაციების მიხედვით, მსოფლიო ჯანდაცვის რეგულაციების მიხედვით, უნდა მივყოლოდით ამ მოთხოვნებს და უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი, შესაძლოა ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ გზავს უსაფრთხოდ ეფრინა, ხო? ანუ გულისხმობ პანდემიისგან და ბაქტერიებისგან დაცული უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად. ამას ჭირდებოდა თანამშრომელთა გადამზადება, რაშიც დამატებითი ხარჯები იყო საჭირო და სპეციალური აღჭურვილობის და ტექნიკის, თანამედროვე ტექნიკის შეძენა და ჩვენ გავივლით თუ რა ტექნიკის მობილიზება მოხდა ავიახაზებში ამ დროს. ანუ გარდა იმისა, რომ ესეთი ფინანსური ზარალი განიცადა პლუს ინვესტიციები დასჭირდა ამ თანამშრომელთა გადამზადებისა და ტექნოლოგიების შეძენისთვის. რადგანაც ვართ განვიცადეთ ესეთი ფინანსური კრიზისი, გადაწყვიტა სახელმწიფოებმა, რომ როგორმე დაეცვა თავიანთი ავიახაზები, თავიანთი ქვეყნის წარმომადგენელი ავიახაზები და როგორმე ფინანსური დახმარება გაეწია, ხო? და მოკლედ ესეთი საშეღავათო პერიოდები და პირობების შესთავაზეს სხვადასხვა ქვეყნებმა თავიანთ ავიაკომპანიებს და სამ კატეგორიად ჩამოყალიბდა ეს დახმარებები. იყო სახელმწიფო სუბსიდიები, კაპიტალის დაფინანსება და საგადასახადო შეღავათები. მე მოვიყვანე მაგალითები, მაგალითად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 25 მილიარდი ამერიკული დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია თავის ავიაკომპანიებს. საფრანგეთმა და ჰოლანდიამ თავის საყვარელ Air France-KLM 10 მილიარდი ევროთი დაეხმარნენ. გერმანიამ დაეხმარა ავიაკომპანია Lufthansa-ს 9 მილიარდი ევროთი. კატარიც, რა თქმა უნდა, დაეხმარა კატარის ავიახაზებს და 2 მილიარდი დოლარი გამოუყო. შვედეთმა დაიწყო სესხების გარანტიის სქემა და 455 მილიონი ევრო გამოუყო. მოკლედ, ზოგი სესხებით ეხმარებოდა თავის ავიაკომპანიებს, ზოგი სუბსიდიებით, მოკლედ დაიწყეს აქტუალური დახმარება ამ ჩვენი ავიაკომპანიებს, რომ როგორ ბანკროტისგან გვეხსნა თავი. თვითონ ავიაკომპანიები გარდა ამ დახმარებებისა ისევ ეძებენ გზებს, რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ გადავირჩინოთ თავი და დაიწყო რეპატრიაციული ფრენები. და რას ნიშნავს ახლა ეს რეპატრიაციული ფრენები? როგორც მოგეხსენებათ, როგორც კი საზღვრები ჩაიკეტა და რეგულაციები გამკაცრდა, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა ამა თუ იმ ქვეყანაში და ვეღარ ბრუნდებოდა თავიანთ სამშობლოს, ვერ უბრუნდებოდა, ხო? და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს ავიახაზები Georgian Airways-ი ასრულებდა ჩარტერულ რეისებს და მთელი ევროპიდან მოყავდა საქართველოს მოქალაქეები და აბრუნებდა სამშობლოში. მოკლედ, ეს იყო რეპატრიაციული ფრენები. და მსოფლიოში დაიწყო აქტუალურად ესეთი ფრენების შესრულება. რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი შემოსავლის წყარო გახდა დამატებით ამ გაჭირვებულ დროს და ესეთ კრიზისულ პერიოდში ავიაკომპანიებისთვის, რომ ეს რეპატრიაციული ფრენები შეესრულებინათ. შესრულდა 40,000-ზე მეტი რეპატრიაციული რეისი და IATA-ს მონაცემებით დაახლოებით 5 მილიონზე მეტი ადამიანი დაუბრუნდა თავის სამშობლოს. და მე შემიძლია ამაყად თქვა, რომ კატარის ავიახაზები არ გაჩერებულა მთელი ეს პანდემიის პერიოდში და ჯამში მსოფლიოში გადაყვანილი 5 მილიონი ადამიანიდან 2 მილიონი კატარის ავიახაზებმა დააბრუნა სახლში. მოკლედ ძალიან აქტიურად დავფრინავდით და ვასრულებდით აი ამ რეპატრიაციულ რეისებს. გარდა ამისა, ავიახაზებმა გადაწყვიტა
რომ როგორმე დაეფასებინა ის შრომა და ღვაწლი, რასაც ჩვენი მედიკოსები და ექიმები ამ პერიოდში და დღემდე ასრულებენ დაავადებული პაციენტების მიმართ და რაღაც მადლობის სახით გამოყო 250,000 უფასო ბილეთი. ამაში ჩაერთო რამოდენიმე ავიაკომპანია, მოკლედ გაათამაშეს ესეთი ბილეთები. მადლობა ექიმებს, მადლობა მედიკოსებს და კატარის ავიახაზით მათ საქართველოში გაათამაშა ესეთი ბილეთები, ყავს გამარჯვებული ექიმები და იმედი მაქვს, რომ მალე შეძლებენ მოგზაურობას სასურველი მიმართულებით. ასევე გარდა ექიმებისა, მასწავლებლებზეც გათამაშდა მსგავსი ბილეთები. როგორც წახალისება, ესე ვთქვათ, ჩვენი მგზავრების. ბრძოლა გადარჩენისთვის გრძელდება, მოკლედ გავიარეთ ის, რომ ვაკეთებთ რეპატრიაციულ რეისებს, აქეთ ცოტა კარგო მუშაობს და ეს ჩვენი ფინანსური კრიზისი ცოტა შეიძლება ითქვას, რომ გვეხმარება ეს კარგო გადაზიდვები, მაგრამ ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა გაუქმებული რეისების თანხების უკან დაბრუნების. რა თქმა უნდა, როდესაც რეისები უქმდება, მგზავრი იღებს გაუქმებული რეისების თანხას უკან ხო და ითხოვს, რომ დაუბრუნდეს ეს თანხები. წარმოიდგინეთ, რამდენი გაყიდული ბილეთი და რამდენი მგზავრი მიუბრუნდა ავიაკომპანიას და მოსთხოვა, რომ ეს თანხები გაეცათ და დაებრუნებინათ. ამან ავიაკომპანია ძალიან დიდი კრიზისის წინაშე დააყენა. ფაქტიურად იმხელა ფინანსური გასავალი სჭირდებოდა, რომ მის ძალებს აღემატებოდა, ხო? ამიტომ მოიფიქრა ავიახაზებმა, რომ იქნება ეს ფულის გადინება, როგორმე რომ შევამსუბუქოთ და შევამციროთ, შევთავაზოთ მგზავრებს სხვადასხვა ვარიანტები, რაც დაგვეხმარება ჩვენი მგზავრების შენარჩუნებაშიც და დაგვეხმარება აი ამ თანხების ესე გადინების შემცირებისკენ, ხო? და შემცირებაში დაგვეხმარება. და შევთავაზეთ მგზავრებს, რომ რა თქმა უნდა ეს ისე ძალაში რჩებოდა, რომ უფლება აქვს მგზავრს თუ რეისი გაუქმდება დაიბრუნოს თავისი თანხა, მაგრამ ასევე ვთავაზობთ გადაგიცვლით ბილეთებს. შემდეგი 2 წლის განმავლობაში ჩვენ გაძლევთ საშუალებას, რომ ეს თქვენი ბილეთები იყოს ძალაში და გამოიყენოთ, ან მოგცემთ თქვენს თანხას ვაუჩერის სახით, რომელსაც ასევე შემდეგი 2 წლის განმავლობაში გამოიყენებთ. მოკლედ ვთავაზობთ ძალიან ბევრ ვარიანტს, რაც ჩვენთვისაც, როგორც ავიაკომპანიისთვის და მგზავრისთვისაც, რა თქმა უნდა, სასარგებლო და მისაღები იქნებოდა. მოკლედ დავიწყეთ აი ამ გზების ძიება, ვაუჩერების გაცემა, თუ თარიღის გადაცვლა და ასე შემდეგ. და სხვათა შორის ძალიან ბევრი ვაუჩერი გაიცა, ეს იყო ნებაყოფლობითი და დღემდე მგზავრს თუ აქვს ვაუჩერი, ამ ვაუჩერის დაბრუნების უფლებაც აქვს, ანუ არ ვავალდებულებთ, რომ აუცილებლად ვაუჩერი უნდა გაიცეს. ან თანხებს ვაბრუნებთ, ან ვაუჩერზე გაიცემა და იმედი გვაქვს, რომ მალე ეს ვაუჩერები რეალურ ბილეთებში გადაიცვლება და ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ფრენებს იმ სიხშირით, რაც იყო ადრე. გარდა ამისა, ეს ისტერიული დაბრუნება ბილეთების გრძელდება და გადაცვლები და ასე შემდეგ და ძალიან რთული სიტუაცია აქვს ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, როგორც მოგახსენეთ, ძლიერდება ბორტზე და აეროპორტში უსაფრთხოების ზომები. მათთვის ვინც დაფრინავს, ეს იქნება რეპატრიაციულ რეისებზე თუ ჩვეულებრივ რეისებზე. ეხლა საქართველოში ჩვენ რეგულარული რეისები გვაქვს, ანუ ვასრულებთ კვირაში 3 ჩვეულებრივ რეგულარულ რეისებს და გადაგვყავთ მგზავრები სხვადასხვა მიმართულებით, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ქვეყანა არ არის გახსნილი, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით დიდი აქცენტი კეთდება ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ძალიან ბევრი ყავს ამერიკაში მიმავალი მგზავრი და მოკლედ ეს რეგულარული რეისები გრძელდება. შესაბამისად, ამ ხალხს უნდა შევუქმნათ ჩვენ ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იფრინონ და უსაფრთხოდ იგრძნონ ბორტზე თავი, ხო? სხვათა შორის გამოქვეყნდა ისევ იატას მონაცემები და კვლევები, რომ მთელი ამ პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი გადავიყვანეთ, რა თქმა უნდა, იქ მარტო რეპატრიაციულ რეისებზე არ მაქვს საუბარი. რეპატრიაციულში გადავიყვანეთ 5 მილიონი ადამიანი, მაგრამ გარდა ამისა, თუ მაინც მოგზაურობს ხალხი, ასე თუ ისე
რა თქმა უნდა, შემცირებული რაოდენობით და 1.2 მილიარდ მოგზაურს შორისო, აი ამ პანდემიის პერიოდში, სულ 44 შემთხვევა დაფიქსირდა ბორტზე პანდემიის ინფექციის კოვიდის გადაცემის მოკლედ და ეს ძალიან ცოტა ციფრია იმასთან შედარებით, რაც ხდება დღეს ჩვენს გარშემო და ქვეყანაში და არა მარტო ჩვენთან. მოკლედ ბორტზე იმდენად დაიცვეს და იმდენად მიყვებიან ჯანმოს რეგულაციებს და ისეთი ტექნიკები შემუშავდა, რომ ნამდვილად დაცულია გზავრი მაქსიმალურად. როდესაც ვისაუბრეთ ჩვენ რო აიჩერებ ჩარტერული რეისები, რეპატრიაციული რეისები, მე მინდა რომ ისევ ამაყად ვთქვა, რომ საქართველოში კატარის ავიახაზები მარტში შეგვიწყდა რეისები, მაგრამ მერე უკვე ივლისიდან არ გავჩერებულ ვარ, ძალიან დიდი და ბევრი შრომა ჩაიდო იმაში, რომ ჩარტერული რეისები დაგვენიშნა, ძალიან დაგვეხმარა ჩვენ სამოქალაქო ავიაცია ამ რეისების დადასტურებაში, მათი ნებართვის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ განხორციელდებოდა ვერც ერთი რეისი. და დავიწყეთ ჩარტერული რეისების განხორციელება და გადავყავდა მაშინ როცა ჩაკეტილი იყო და არავინ არ დაფრინავდა ივლისიდან კატარის ავიახაზები უკვე მოძრაობს და დაფრინავს როგორც ჩარტერული რეისების შემსრულებელი, ხო? მე უკვე ეხლა გადავედით რეგულარულ რეისებზე და ქვეყნდა კატარის ავიახაზებმა გამოაქვეყნა რუქა თუ რამდენ ქვეყანაში შესრულდა ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხედავთ ალბათ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში სრულდებოდა ასეთი ჩარტერული რეისი და მე მიხარია რომ ჩვენც აქ თბილისიც არის თბილისის აეროპორტიც არის მონიშნული ერთ-ერთ როგორც ჩარტერული რეისების ვთქვათ საწყისი ადგილი და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივი კატარის ავიახაზების და სამოქალაქო ავიაციის ხარდაჭერას. როგორც ვისაუბრე, იზრდება ბორტზე უსაფრთხოების ზომები. და ახლა მოგიყვებით რა გავაკეთეთ ჩვენ იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი მომხმარებელი და ჩვენი მგზავრი. როგორც ხედავთ, აი ესეთი რობოტები, მოკლედ ძალიან ბევრი სახის რობოტი შევიძინეთ და აგიხსნით ყველაფერს თუ რა ფუნქციები აქვს ამ რობოტებს ბორტზე. აი ესეთი რობოტი, ჰანიველის რობოტი, დაახლოებით 6 აქვს. ახლა კატარის ავიახაზები ძალიან ძვირი ღირს და ძალიან დიდ ინვესტიციებთან იყო დაკავშირებული. და ჯერჯერობით აქვთ დოჰას საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი რომ დაჯდება, შეაგორებენ აი ამ ჩვენს რობოტს და ეს ჰანივილის რობოტი ულტრაისფერის სხივებით თითქმის 100%-მდე ასუფთავებს ბაქტერიებისგან წმენდს ყველა ზედაპირს. ეს იქნება სკამი, თუ რაც არსებობს თვითმფრინავში, როგორი ზედაპირით შემხებლობა, სადაც შეიძლება გქონდეს, ასუფთავებს თითქმის 100%-ით, აი ესეთი რობოტი. აპირებს კატარის ავიახაზები, რომ ეს რობოტები რაოდენობა გაზარდოს და უფრო, ასე ვთქვათ, დიდი სიხშირით მოხდეს ამ რობოტების გამოყენება ჩვენი ბორტის გასაწმენდად მოკლედ. და ნაკლები ქიმიური საშუალებები გამოიყენება, რადგანაც ულტრაისფერის სხივებით ხდება დასუფთავება ბორტის. რა თქმა უნდა, იქ ადამიანებიც არიან დასუფთავებაში ჩართული, მაგრამ რობოტიც იღებს მონაწილეობას, რომ ბაქტერიებისგან მოხდეს გასუფთავება. შემდეგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს IATA-ს მოთხოვნაც იყო და კატარის ავიახაზები ერთ-ერთი პირველი ავიახაზია, ვინც დანერგა HEPA-ს ფილტრები. ანუ ბორტზე დანადგარები დააყენეს ეს HEPA-ს ფილტრები, ფილტრაცია ხდება და 99.97% ასუფთავებს ცირკულირებულ ჰაერს. და აქაც ხდება თვითონ ფრენის დროსაც ცირკულირებული ჰაერი სუფთავდება HEPA-ს ულტრაისფერი ფილტრებით და აი ამ სხივებით და ესეც გვიქმნის დაცულობის შეგრძნებას, რომ ერთმანეთში ესეთი გადადება ბაქტერიების არ მოხდეს. უკონტაქტო რეგისტრაცია და ბარგის ჩაბარების დახლი. უკონტაქტო რეგისტრაციები თქვენ
საერთოდ ესეთი დანადგარები ალბათ ძალიან ბევრი გინახავთ აეროპორტებში, შეგიძლიათ როგორც ცნობილი ესეთი self-check-ini, თვითრეგისტრაციის აპარატები ძალიან ბევრია და ეს ჩვენთვის უცხო არ არის, მაგრამ ახალი არის აი ეს უკონტაქტო აპარატები, სადაც თითის დადება ეკრანზე არ გჭირდებათ. სხეულის ტემპერატურით ანუ თითის ტემპერატურით აღიქვავს ეკრანი და ესე ზედაპირულად აბარებთ, აკეთებთ რეგისტრაციას, ესე ზედაპირული შეხებით, ანუ არ ეხებით ეკრანს, თითის მიახლოებით აკეთებთ რეგისტრაციას, აბარებთ ბარგს, იბეჭდება ჩასხდომის ბარათები და ასე შემდეგ. ანუ ესეც არის ერთ-ერთი სიახლე იმისა, რომ ნაკლები შეხება მოხდეს ზედაპირებთან და დავიცვათ ჩვენი მომხმარებელი. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. ესეთი სიახლეები, ახალი ტექნოლოგია, მაგრამ ავიაკომპანიები ამას აკეთებენ თავიანთი მგზავრების დასაცავად. ძალიან საინტერესოა ესეთი ესეთი თერმოსკრინინგის ჩაფხუტები დოჰას აეროპორტში შეხვდებით თანამშრომლები, აეროპორტის თანამშრომლები, ესე დასეირნობენ აეროპორტში, უკეთიათ ესეთი ჩაფხუტები, ჭკვიანი ჩაფხუტები და ამ ჩაფხუტებზე თვალებთან ეწერებათ ტემპერატურა, ანუ ზომავს ტემპერატურას. მგზავრი თუ ჩაივლის და ესენიც ჩაუდა დასეირნობენ და ესე ირგვლივ იზომება ტემპერატურები, ვისაც აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, წითლად ანათებს თვალთან ეს ჩაფხუტი, ვისაც არა მწვანე შუქი აქვს და მოკლედ ეს ჭკვიანი ჩაფხუტებიც ძალიან პოპულარულია და ხელოვნურ ინტელექტზე ეყრდნობა ეს ჩვენი თერმოსკრინინგის ჩაფხუტი. ძალიან მოსწონთ მგზავრებს, ესე ვთქვათ, აღფრთოვანებულები არიან, როცა ხედავენ დოჰას აეროპორტში მოსიარულე ესეთ ჩაფხუტიან თანამშრომლებს. როგორც მოგეხსენებათ, ავიაკომპანიები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ისეთი ლამაზი უნიფორმების მოდათ, რომ ამისთვის სპეციალურად მიდიოდა მაღალი მოდის დიზაინერების დაქირავება, თვითონ კატარის ავიახაზები ცდილობდა და მაღალი მოდის დიზაინერების მიერ შექმნილი უნიფორმები ეცვათ და ნუ საერთოდ ეს ესეთი ცნობილი ფაქტია, რომ რაც უფრო ლამაზი უნიფორმა გაქვს, ეს არის პრესტიჟი ავიაკომპანიისთვის, ხო? მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩვენი უნიფორმები დაიფარა და აღარ ჩანს და აღარ არის ამის საჭიროება სამწუხაროდ, იმიტომ რომ ბორტზე უნდა გვეცოს უკვე დამცავი ხალათები და ესე გამოიყურება ჩვენი დღევანდელი ბორტგამცილებელი. იმედია მალე შეიცვლება ეს ყველაფერი. ასე შემდეგი რობოტი, რაც ასევე დასეირნობს დოჰას აეროპორტში, ესეც ულტრაისფერ სხივებს გამოსცემს და განსაკუთრებით უშვებთო ისეთ ადგილებში, სადაც ხალხის სიმრავლეა, მაგალითად გეითებთან, როდესაც ხალხი ელოდება, მგზავრი ელოდება რეისს, დასეირნობს ეს ჩვენი რობოტი დოჰას აეროპორტში და თავისი ულტრაისფერი სხივებით ესეც კლავს ბაქტერიებს და ცუდ ვირუსებს ირგვლივ. აი ესეთი სიახლეები გვაქვს აეროპორტში. სტუდენტურ კლუბზე მინდა ვახსენო, ალბათ ბევრი ფიქრებს, რომ რა დრო სტუდენტური კლუბის ახალი პროგრამაა, ანუ შეიქმნა ახალი პროგრამა, სტუდენტური კლუბი და რა დრო სტუდენტური პროგრამაა, ყველაფერი გადავიდა ონლაინ, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი სტუდენტი ამ პერიოდში აღმოჩნდა, ვისაც მოუწია ფრენა, იმიტომ რომ მაგალითად სამედიცინო სტუდენტები, ისინი ვინც პრაქტიკულ ლექციებს გადიოდნენ, მათი ყოფნა უშუალო დასწრება ოფლაინ ლექციებზე აუცილებელი იყო. ჩვენ ჩამოვიყვანეთ დაახლოებით 500 სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნებიდან, ისინი სწავლობენ სამედიცინო უნივერსიტეტში და არა მარტო სხვადასხვა უნივერსიტეტებში და ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, რომ ამ ძნელბედობის ჟამს რაღაც კარგი გაეკეთებინა და შეითავაზებინა ჩვენი სტუდენტებისთვის და თუ გაწევრიანდებოდიან მოკლედ ამ პროგრამაში ჩვენი სტუდენტები, ეკუთვნით როგორც ფასდაკლება ბილეთებზე, ასევე ბარგის დამატებით 10 კილოგრამი, თუ ამერიკაში მიფრინავს მგზავრი სტუდენტი, დამატებით 23 კილოგრამი ჩანთა და ასე შემდეგ.
მოკლედ ძალიან კარგი პროგრამაა, ეს არის უნიკალური პროგრამა, უკვე შეიქმნა ბევრმა ავიაკომპანიამ ჩვენს მერე დაიწყო მსგავსი პროგრამის შექმნა, მაგრამ კატარის ავიახაზები იყო პირველი, ვინც შესთავაზა ასეთი სტუდენტური პროგრამა და კლუბის წევრობა ჩვენს სტუდენტებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქართველი იქნება თუ გლობალური მგზავრი, არ აქვს მნიშვნელობა, ყველაზე ვრცელდება ესეთი სტუდენტური კლუბი. გარდა ამისა, სტუდენტი ეგრეთ წოდებულ graduation-ზე, ანუ დამთავრებისას იღებს სპეციალურ შეთავაზებებს, სპეციალურ საჩუქრებს და მოკლედ ვინც დაინტერესდებით, შემიძლია მე უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ სტუდენტური კლუბის შესახებ. რა ცვლილებები გველოდება? რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება. ერთი ის, რომ ჩვენი ზარალი ისე იზრდება და იატა ისევ აკეთებს პროგნოზს, რომ 2052 მილიარდს მიაღწევსო და ახლობით წლის ბოლომდე ეს ჩვენი დანაკარგიო. ბევრი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ალბათ ვერ დაუბრუნდება ბაზარს და ვერ გადალახავს ამ კრიზისს და აქ მაგალითი მაქვს მოყვანილი, რომ 2020 წლის 1 მარტამდე ამერიკაში დღეში 1 მილიონი ადამიანი დაფრინავდა და ეხლა უკვე დღეში 100,000 მგზავრზე ნაკლები დაფრინავდა. რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება, ისევ ტექნოლოგიური განვითარება მოყვება ამ პანდემიას და ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, თუნდაც პასპორტის ბიომეტრიული შემოწმება მოხდება, ანუ პასპორტს ჩაანაცვლებს სახის ბიომეტრიული სკრინინგი და შეიძლება არც დაგჭირდეს ესე უშუალოდ პასპორტის ოფიცერს თან ჩვენება საიმიგრაციოზე. თვითმომსახურების დახლები გაიზრდება, ეს ავტომატური უკონტაქტო მანქანები გაიზრდება და ასევე სიმპტომების შემოწმების აპარატები მრავლდება, რაოდენობაც საკმაოდ აეროპორტებში, რომლებიც არა მარტო ჟანგბადის დონესო, არამედ სისხლს და გულისცემის სიხშირეს და რესპირაციულ დონეს. ფაქტიურად რაღაც ჯანდაცვის აპარატები იდგმება აეროპორტში და ძალიან ბევრ სიმპტომებს შეამოწმებს ესეთი აპარატები. როგორც მოგეხსენებათ, ყველა სფეროს ყავს თავისი მომხმარებელი და ეს მომხმარებელი დაყოფილია სეგმენტებად, ხო? ყავს ასე ავიახაზებსაც ყავს თავისი სეგმენტი და ეს სეგმენტები დაყოფილია როგორც კორპორატიული მგზავრები, სტუდენტები, არიან მოგზაურები, არიან ისეთი მგზავრები, ვინც ოჯახის მოსანახულებლად მიდის. მოკლედ, სეგმენტაცია ეს ძალიან ჩვეულებრივი მომენტია და ყველა ავიაკომპანიას და რა თქმა უნდა, ბევრ სფეროს აქვს დაყოფილი სეგმენტებად თავისი მომხმარებელი. მე მაინტერესებს ჩვენი ვებინარის ბოლოს, მინდა რომ კითხვა დაგისვათ და მაინტერესებს თქვენის აზრით, რომელი სეგმენტი იფრენს ყველაზე მეტ, ანუ ვინ იქნება ის პირველი, ვინც გაბედავს და ესე აქტუალურად დაიწყებს ფრენას, ეს იქნება დასასვენებელი სეგმენტი, ის ვინც მიდის დასასვენებლად, თუ კორპორატიული კლიენტები, თუ ვინ იფრენს, ეს ამ კითხვაზე მინდა რომ ჩაერთოთ და გამცეთ პასუხი, თუმცა იატამ გამოაქვეყნა მონაცემები, გამოკითხვა ჩაატარა და იატას გამოკითხვის მიხედვით, როდესაც კითხეს მგზავრებს და ადამიანებს, რომ რამდენად დაიწყებენ ფრენას პანდემიის დასრულებისთანავე 61%-მა გამოთქვა მზაობა, რომ მაშინვე დაიწყებს ფრენას, 12% ამბობს, რომ კიდევ უფრო მეტს იფრენს, ვიდრე აქამდე დაფრინავდა და 27%-მა თქვა, რომ უფრო ნაკლებს იფრენს და თავს შეიკავებს. მოკლედ, სულ ეს იყო ჩვენი პრეზენტაცია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მე მოვისმენ თქვენ შეკითხვებს და მაინტერესებს იმ სეგმენტის შესახებაც მიპასუხოთ. თუ თქვენი აზრით ვინ იფრენს ამ პანდემიის დასრულებისთანავე და ვინ დაიწყებს ფრენას პირველ რიგში? კაპიტანაიკა, მე ამოგიკითხავთ თქვენის ნებართით კითხვები აქვთ სტუდენტებს და ამოგიკითხავთ სალომე ყარველაშვილს აქვს ესეთი შეკითხვა სახელმწიფო უწყებებთან თუ აწარმოებთ რაიმე სახის მოლაპარაკებებს ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით, რომ პოზიტიური კუთხით წარიმართოს უფრო ალბათ ურთიერთობა. სახელმწიფო უწყებებთან ჩვენ მუდმივად გვაქვს კავშირი, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, სამოქალაქო ავიაციის დასტურის გარეშე არც ერთი რეისი არ სრულდება და პირველი კითხვა ალბათ ძალიან ხშირად გესმით სოციალურ ქსელებში თუ არ ვიცი, სხვადასხვა არხების საშუალებით
დადასტურებულია რეისი, სულ გვეკითხებიან ჩვენი მგზავრები. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს და სამოქალაქო ავიაციას რეისი დადასტურებული აქვს, ხო? იმიტომ რომ არის შემთხვევები, რომ თუნდაც ეს დადასტურებული რეისები უქმდება და ასე შემდეგ ძალიან დიდი გაურკვევლობა, მოკლედ და არეულობა. თუმცა მუდმივად გვაქვს ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკება, ზუსტად ამ მოლაპარაკების და მათი დახმარების საშუალებით ჩვენ დღეს ვასრულებთ კვირაში 3 რეგულარულ რეისს. იმედი გვაქვს, რომ თებერვლიდან როგორც დაანონსდა რაღაც რეგულაციები, ისევ გამარტივდება და სიხშირეებს გავზრდით და ვნახოთ, ველოდებით ჯერ არ არის ბევრი რამ ნათელი არ არის, რასაც ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ და თუმცა ის ფაქტი, რომ დავფრინავთ და კვირაში 3 რეისი სრულდება, ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ სრულებით საკმარისია. მადლობა. მარიამს აქვს ესეთი შეკითხვა, მოგესალმებით, რა სიახლეებს თავაზობს კატარის ავიახაზები 2021 მომხმარებელს? რაღაც სიახლეები გავიარე უკვე ამ პრეზენტაციის ფარგლებში, როგორც გითხარით, აი სტუდენტური კლუბი იყო ძალიან დიდი სიახლე და ძალიან კარგი შეთავაზება სტუდენტებისათვის. მე არ ვიცი რამდენად იმოქმედებს ფასებზე, არ მგონი. ეხლა ამ ეტაპზე მაგალითად ტარიფების დიდი ზრდა არ არის მოსალოდნელი, იმიტომ რომ ეხლაც ამ პანდემიის პერიოდში თითქოს იყო მოლოდინი იმისი, რომ აი ავიაკომპანიები გაზრდიან ფასებს, არ არის ესე. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ შევამცირეთ ბილეთის ფასები, ვიდრე პრე-პანდემიამდე იყო და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნორმალური და ხელმისაწვდომი ფასები გვაქვს და სიახლეები ბევრი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი მომხმარებელი დავიბრუნოთ და ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ, რომ ისე ვიფრინონ. პირველ რიგში ალბათ თუ დავარწმუნებთ ჩვენს მომხმარებელს, რომ ბორტზე დაცულები იქნებიან, ჩვენ თავაზობთ ყველანაირ წამყვან ტექნიკას თუ ტექნოლოგიას იმისთვის, რომ ნაკლები გადაცემა მოხდეს პანდემიის ბორტსა თუ აეროპორტში თუ სადაც შემხებლობა ექნება მგზავრს, ამით ჩვენ გავზრდით ესე ვთქვათ თვით რწმენას და ნდობას ავიაკომპანიების მიმართ და მოვიზიდავთ და ისე დავაბრუნებთ ჩვენს მომხმარებელს ფრენებზე. მადლობა, ნამდვილად ძალიან საინტერესო შემოთავაზება, ჩვენი სტუდენტებიც წერენ ჩატში, რომ ძალიან საინტერესო შემოთავაზება არის. აქვე მინდა ვისარგებლო მომენტით და გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა სახელით, უბრალოდ მადლობა გადაგიხადოთ იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც თქვენ მათ მიეცით სტუდენტურ კლუბს გულისხმობ ამ შემთხვევაში და აქტიურად წევრიანდებიან, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი. შემდეგი ესეთი შეკითხვა აქვს სალომე ბანგიშვილს, რა განსაკუთრებული რეკომენდაციები გასცა IATA-მ ავიაკომპანიებისთვისო? რეკომენდაციები არის ისევ გამომდინარე ჯანდაცვის ორგანიზაციიდან. ანუ რასაც ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს, IATA-ც ავიაკომპანიებს ავალდებულებს, რომ იყვეს ამ ჯანდაცვის რეკომენდაციებს. რეკომენდაცია არის ის, რომ ფრენის დროს, რაც ყველასთვის ცნობილია, უნდა ვიჯდეთ ნიღბით და ასევე ავიაკომპანიები გარდა იმ სამედიცინო ნიღბისა ვარიგებთ ბორტზე ესეთი პლასმასის დამცავი საშუალებები, რაც არის დიდი ნიღბები, ანუ ორმაგი ნიღაბი უკეთია მგზავრთელი ფრენის განმავლობაში და ესე ვიწევს ფრენა. ნამდვილად ძალიან დაცულია თქვენი პრეზენტაციიდან ეს თვალნათლით გამოჩნდა. სალომეს აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენ უკვე რეკომენდაციებთან და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით საკმაოდ ნათლად ჩამოგვიყალიბეთ. სალომე ბანგიშვილი გვწერს ასევე, რომ ალბათ აქტიური არისო 24 წლამდეო, ну როგორც წესი ახლა აქტიური ასაკია უფრო ტურისტების და ალბათ თქვენ კითხვაზე ჩემს პასუხს 24 წლამდეო. 24 წლამდე. იცით რა, მე ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ 15-20 წლის წინ საქართველოში არ ვიყავით განებივრებული ბევრი ავიახაზით, ხო? იყო რამოდენიმე ავიახაზი, შესაბამისად ბილეთის ფასებიც იყო ძალიან დიდი და არ დაფრინავდა ბევრი ადამიანი. რა თქმა უნდა, მე უკვე უვიზო მიმოსვლამ ძალიან გაამარტივა ჩვენი ახალგაზრდების მოთხოვნა ბილეთებზეც და აუცილებელი პირობაა ის, რომ
მე ვფიქრობ, რომ ბაზარზე ყველა ტიპის ავიაკომპანია უნდა დაფრინავდეს, ეს იქნება დაბალ ბიუჯეტიანი, მაღალ ბიუჯეტიანი, იმიტომ რომ ყველა ავიაკომპანიას ყავს თავის მომხმარებელი და სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიების არსებობაც, როცა ზურგჩანთას მოიკიდებს და 2-3 წუთში გაკეთდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვიმედოვნებ, რომ ყველა დაუბრუნდება მალე ბაზარს. ესეთ შეკითხვა აქვთ, თქვენი თქმით არ გაიზრდება ბილეთის ფასი, მაგრამ თუ გაზდით ტექნოლოგიურ სრულყოფას COVID-ის გავრცელების საწინააღმდეგოდ, ეს ხომ არ აისახება ბილეთის ფასზეო? იცით რა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხარჯები პირდაპირ აისახება ბილეთის ფასზე, მაგრამ აქამდე ვერ გეტყვით მე 100%-იან გარანტიას, რა თქმა უნდა, არ ვიცი რა იქნება მომავალში და ვერ გეტყვით ახლა 100%-ით არ გაიზრდება ან გაიზრდება, უბრალოდ მე მოვიყვანე მაგალითი დღევანდელი მონაცემებიდან, დღეს გვაქვს საკმაოდ რეალური და კარგი ტარიფები და საერთოდ რა თქმა უნდა, რაც უფრო ხარჯი იზრდება, დანახარჯი იზრდება, შემდეგ აისახება ავიაკომპანიის ტარიფებზეც, მაგრამ ნახოთ, ჯერ არ ვიცით რა იქნება. ამ ეტაპზე დიდი ზრდა ფასების არ გვაქვს. მადლობა. როგორ ფიქრობთ, ქალტონა ეკა, ამ სიახლეებს შეინარჩუნებს თუ არა ავიაკომპანიების ნაწილი მაინც პანდემიის დასრულების შემდეგ? მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამე შეიძლება და შევინარჩუნებთ კი. არ შეგვიძლია არა მოგიკითხოთ ის მადლიერება, სიყვარული და მოფერება, რომელსაც გიგზავნიან გურამ თავარტკილაძის სახელობის სტუდენტები ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და ინფორმატიული საჯარო ლექციისთვის და მრავლად არის ესეთი მესიჯი და მეც ვუერთდები მათ ესეთ გულწრფელ და ნამდვილად საინტერესო საჯარო ლექციისთვის. უღრმესი მადლობა, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნი. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა. ჩემი იმეილი მე მივუთ პრეზენტაციაზე და ალბათ თუ დაგჭირდებათ და რამეში გამოგადგებით სიამოვნებით ნებისმიერ დროს მით უმეტეს ტურიზმის სტუდენტებს, ფაკულტეტის სტუდენტებს თუ რამე კითხვა ექნებათ და ჩემი გამოცდილებით თუ რამის გაზიარება შემეძლება სიამოვნებით დაგეხმარებით, მეც პირიქით ვისწავლი თქვენგანაც, ასე რომ მადლობა ნამდვილად ვითანამშრომლებთ დიდი სიამოვნებით თქვენთან და არ წყდება მადლიერების მესიჯები, როგორც საუკეთესო სპიკერის მიმართ და საინტერესო ლექციისთვის. მადლობა. დასრულდა ამით კითხვები ჩვენი სტუდენტებისგან და გადავიდნენ მადლიერების ესე ვთქვა გამოხატისკენ და უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა და იმედი მაქვს ძალიან ნაყოფიერი იქნება ჩვენი თანამშრომლობა. ძალიან დიდი მადლობა.